ანუ სერიოზულად ვამბობ, საქართველო დემოგრაფიულად არის კატასტროფის წინაშე. გაეროს მონაცემებით 2000 წელს საქართველოს საკუთარი მოსახლეობით თავის ისტორიის მინიმუმზე იქნება, რომლის მონაცემებსაც ახლა თქვენ ყველას განახებთ. მეგობრებო, ძალიან აქტუალური პრობლემაა საქართველოში შობადობა. ძალიან აქტუალური პრობლემაა ასევე უკონტროლო მიგრაცია. ასევე ძალიან აქტუალური პრობლემა არის თბილისიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონებიდან ყველა აწვება დედაქალაქს და პრაქტიკულად მთელი საქართველო უკვე დედაქალაქშია თავმოყრილი. მე გადავწყვიტე, როგორც ამ ქვეყნის პროპაგანდის მინისტრმა, რომ საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ რა პრობლემებიც ექნება საქართველოს და რომელიც დგას ახლა დღის წესრიგში, გამოვიტანო, განახოთ და ეტაპობრივი ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პროგრამა შევთავაზო სახელმწიფოს და ასევე თქვენი აზრი მე ძალიან მაინტერესებს, დაწერეთ დაბლა კომენტარებში, რას ფიქრობთ ჩემ თეორიებთან დაკავშირებით. დაალაიქეთ ვიდეო მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ მეგობრებს, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც დღის წესრიგში უკვე დგას და საქართველო 2000 წელს დემოგრაფიული კატასტროფისა და ჩვეულებრივი გადაშენების პირას იქნება. მეგობრებო, ვისაც გინდათ თბილისთან ახლოს კარგ ფასად, ულამაზეს ბუნებაში და თანამედროვე თბოიზოლაციით აღჭურვილი შესანიშნავი სახლები, გირჩევთ დაუკავშირდეთ ბაზალტ ვილას, რომლის ნომერები აღწერაშია. კომპანია გთავაზობთ მისაღებ ფასში და სახლის დასრულებულ კონდიციაში ჩაბარებას ძალიან მალე. გაბერილი ფასების მაგიურად დაგხვდებათ შესანიშნავი პირობები და ადამიანური ფასები, რათა თქვენი კომფორტი უმაღლეს დონეზე იყოს დაცული. დამატებით ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე, რომელიც აღწერაშია მითითებული. იფიქრე შენს უკეთეს მომავალზე. ეხლა რა ხდება მეგობრებო, აგერ ჩემგან ხელმარჯვნივ თქვენ ხედავთ დაფა, სადაც მე ჩამოვწერე ძირითადი პრობლემები, რამაც გამოიწვია ჩვენი დემოგრაფიული კატასტროფა, მაგრამ სანამ უშუალოდ გადავალა თითოეულზე დეტალურად ვისაუბრებ და მოგიყვებით ჩემი თეორიის შესახებ, მანამდე მინდა წაგიკითხოთ გაეროს ოფიციალური მონაცემები საქართველოს შესახებ. გაეროს შეფასება 2022 წლის მონაცემებით გამოქვეყნებულია ყოველ 2 წელიწადში არსებული ახალი სტატისტიკა. მოსახლეობის რაოდენობა 1990 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 5.4 მილიონი. 2024 წელს 3.7 მილიონი, 2050 წლისთვის იქნება 3.1 მილიონი, ხოლო 2100 წლისთვის 2 მილიონზე ნაკლები თუ ამ ტემპით გავაგრძელეთ ჩვენ შობადობა. მეგობრებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რადგანაც თუ ჩვენ ქართველები აღარ დავჭით საქართველოში, ვისი იქნება საერთოდ ეს ქვეყანა, ან ვინ უნდა აშენოს, ან რისთვის დაიღვარა ჩვენი წინაპრების სისხლი, ან საერთოდ რა პერსპექტივა ექნება ამ ყველაფერს თუ ჩვენამდე არ დადის, ეს არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ გამოგიყოთ დემოგრაფიული პრობლემები საქართველოში. რაზედაც მე ვაპირებ ძალიან არგუმენტირებულად საუბარს, 4 ძირითადი თეზისი გამოვყავი, რამაც გამოიწვია ჩვენ ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემები. ესენია დაბალი შობადობა, მაღალი ემიგრაცია, დაბერებული მოსახლეობა და რეგიონების დაცლა. ანუ ეს ნიშნავს, რომ მთელი საქართველო მოდის თბილისში. მოდი ახლა პირველზე გავაკეთოთ ჩვენ აქცენტი. მეგობრებო, საერთოდ დაბალი შობადობა დაკავშირებულია სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან. ადამიანი, რომელსაც არ აქვს იმის ფული, რომ ოჯახი არჩინოს, ან საერთოდ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს ახალგაზრდამ, აი მაგალითად ახლა დამოუკიდებელი ცხოვრება რო დაიწყო და ცოლი მოიყვანო, რა გჭირდება? გჭირდება სამსახური, გჭირდება სახლი. გჭირდება ვიღაც პატრონი, ვინც თავიდან რა თქმა უნდა დაგეხმარება ამ ყველაფერში, ხო? ასე ხდება, მაგალითად ისრაელში ასეთი პრობლემა რო არსებობდა გასული საუკუნის 60-ან 70-იან წლებში, სახელმწიფომ გამოყო პროგრამა ამასთან დაკავშირებით, რომ ყოველ მრავალშვილიან ოჯახებს სოციალური დახმარება მიცეს და წახალისება ხდებოდა, ანუ ეროვნულ დონეზე ხდებოდა პროპაგანდა ქვეყანაში, რომ თითოეული ებრაელი ვალდებული იყო გაეჩინა შვილი. ეს იქცა მეინსტრიმად საერთოდ ქვეყანაში და როგორც იცით ისრაელში ესეთი კანონია, რომ რავი, ებრაელები ნებისმიერ ქვეყანაში სადაც არიან, შეუძლიათ ისრაელში ჩავიდნენ და მიიღონ სოციალური დახმარებაც და თან მოქალაქეობა. და მე უკვე სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამები ჩვენ გეხმარება. ანუ დაბალი შობადობა გამოწვეულია იმით, რომ სამწუხაროდ გაზრდილია ნარკომანების რიცხვი ქვეყანაში. გაზრდილია უმუშევრობის რიცხვი სამწუხაროდ, ну ეს მთლიანად ბოლო 20 წელს უკავშირდება, იმიტომ რომ ჩვენ ვერ მოვახდინეთ საბოლოო ჯამში გადმობარგება კაპიტალისტურ სისტემაზე, ჩვენ ისევ რაღაც მენტალობით და იმით ისევ ვიმყოფებით სოციალიზმისა და კომუნიზმის ეპოქაში სამწუხაროდ. ასევე ეს ყველაფერი დაკავშირებულია მენტალურ პრობლემებთან, ესეც მინდა გამოვყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ საქართველოში სამწუხაროდ გავრცელებულია, ესე ვთქვათ, მენტალური ავადმყოფობის ის დონე, რომ მაგალითად ოჯახების დიდი ნაწილი საქართველოში პირადად გამოცდილებიდან, რაც მოყოლილი აქვს მაგალითად გოგოებს შემთთვის, ხო?
რომ ბავშვობიდან სტრესავენ, არის ფსიქოლოგიური ძალიან ბევრი ძალადობა, არა მარტო ნარკომანია, ამას დამატებული მემთვრალეობა, როდესაც სახში მსმელი ადამიანი ყავთ და ანუ ბავშვობიდან როდესაც ამ ტრამვები და ამ ზეწოლით იზრდებიან, ძალიან რთულია მისთვის სოციალიზაცია და მაგალითად ძალიან ცნობილი ფსიქოლოგიური შეფასებაა, როდესაც მამა, რომელიც უნდა იყოს ოჯახში თავი, როდესაც ის არის მაგალითად მემთვრალე, როდესაც ის არის ნარკომანი, როდესაც ის არის უსაქმური, ეს ყველაფერი ლექავს გოგონას ხორობაში ძალიან ტრაუმირებულ ანაბეჭდებს, რაც შემდგომ ქვეცნობიერში იმაში ვლინდება, რომ ფროიდის თეორიის თანახმად, როდესაც ბიჭს გაიცნობს და ბიჭთან ურთიერთობას დაიწყებს, არის ძალიან დიდი კომპლექსების ქვეშ, აქვს იმის შიში, რომ იგივე ტრაუმები არ გამოიწვიოს ამ ყველაფერმა, იგივენაირად არ შეუქონას ამან მერე უკვე სოციალიზაციაში პრობლემები, მერე დგას უკვე სხვა რისკები ამასთან დაკავშირებით, ეს ქალიშვილობის ინსტიტუტი მერე დგას და ძალიან მრავალი საკითხი, ანუ მენტალობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ამაზე არავინ არ საუბრობს საერთოდ, ეგრევე გამოდი გამრავლდი, ესე მარტივი არა, გამოდი გამრავლდი. ამას სჭირდება ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ეროვნული მომზადება იმისათვის, რომ ეამაყებოდეს ქართველ ქალს ან კაცს, რომ მოყავს სოლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ამ თემას დაუბრუნდები ისო. აი მაგალითად მეორე, მაღალი ემიგრაცია. მაღალი ემიგრაციას ახლა ეგრევე ვერ მივიტან და ვერ დავუბრალებ მთავრობას, რომ აი ბოლო 30 წელიწადში, როდესაც გამოიცვალა სხვადასხვა რეჟიმი, ვერც ერთმა რეჟიმმა ამ მიმართულებით ვერ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომ აი ჩვენ შევაფასოთ, რომ ვიღაც ემიგრანტი, რომელიც ახლა წასულია მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში და საათში იმდეს გამოიმუშავებს, რასაც აქ ხალხი თვეობით აკეთებს, ხო? ანუ ეს არის გლობალიზაციისა და პოსტმოდერნიზმის პრობლემა. ანუ ადამიანები ხშირად პოლიტიკოსები გამოდიან ხოლმე რა და ამბობენ ესეთ რაღაცას, რომ აი ჩვენ მაქვს უნივერსალური გეგმა, როგორ დავაბრუნოთ ემიგრანტების სახში. ანუ ტექნიკურად ვერ გექნება ეგეთი გეგმა, როდესაც საქართველოს ხარ. იმიტომ რომ შენ ეკონომიკას ვერ დაბუსტავ მომდევნო 50 წლის განმავლობაში მაინც სამწუხაროდ ამას კიდევ ვიმეორებ, რომ ადამიანი, რომელიც მაგალითად ახლა ევროპაში ან შვედეთში ან ნორვეგიაში თვეში 5,000-6,000 ევროს აკეთებ, იმ კაცს ან იმ ქალს უარი ათქმევინო მაგ ხელფასზე და ეგრევე უთხრა ჩამოდი და აქ იმუშავე თუნდაც 3,000 ლარზე, თუნდაც 4,000 ლარზე. ანუ ეკვივალენტში რო გავუკეთოთ ევროებისა და ლარების ესე ვთქვა დახურდავება, ხო? ანუ აქ ვერ ვიტყვით და ამაზე არ არსებობს რაღაც აპრიორი რომ რაღაც უნივერსალური გეგმა არსებობს რომ დააბრუნო, ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რაზედაც წლევანდელი მონაცემებით, როდესაც 7-8%-იანი ეკონომიკური ზრდა ჩვენ ქვეყანას ჰქონდა, არ არის სამწუხაროდ საკმარისი, ანუ გრძელვადიანი იმაშიც არ არის სამწუხაროდ საკმარისი, რომ შენ ადგე ისეთი ქვეყანა დააყენო, ვინც გინდა ის სრულად აღშენებელი იყო, რომ მომდევნო 50 წლის განმავლობაში ისეთი ეკონომიკა შექმნა საქართველოში და ანუ ისე გაამდიდრო, რაც თავისთავად დაკავშირებულია ნავთობი, გაზი, ბუნებრივი რესურსები, ძვირფასი ლითონი, მრავალი რამ სამწუხაროდ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში და მანამდე არის გასხვისებული უკვე უცხოელებზე. ანუ ჩვენი სტრატეგიული პუნქტები რავი, უამრავი რამ, რასაც საქართველოს აქვს სტრატეგიული დასაყრდენი ეკონომიკურად არის გასხვისებული. ანუ შენ რომ ამის ნაციონალიზაცია მოახდინო, ანუ ჩვეულებრივად უნდა მოახდინო, მაგალითად გრძელი დანების ღამე, რაც ფაშისტებმა გააკეთეს იმაში, რა ქვია, გერმანიაში, ხო? ანუ ეს სჭირდება უკიდურესი რეფორმები, რომელიც დაკავშირებულია ძალიან დიდ რისკებთან და ამ შემთხვევაში საერთაშორისო კანონმდებლობითა და სხვადასხვანაირი მექანიზმებით მოახდენენ სახელმწიფოს თვით ლიკვიდაციას. ეს ძალიან რთული საკითხია, ამაზე სამწუხაროდ იმ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი, რომლებმაც ჩვენი ეროვნული და ნაციონალური გეოსტრატეგიული პუნქტები გაასხვისეს უცხოელებს. ეს არის საშინელება, მაგრამ ამაზე უნდა დაიწყოს ეტაპობრივი მუშაობა, რომ სიმდიდრე დაუბრუნდეს ისევ ხალხს. ნუ ამაზე ძალიან ბევრი კვლევა და გეგმა არსებობს, ამასთან დეტალურად არ ვისაუბრებ, მაგრამ ეს არის აქტუალურად მნიშვნელოვანი, რომ ქართველი ხალხი უნდა გამდიდრდეს. დღეს მე ვერ ვიტყვი ხა მაგალითად, რომ არ მდიდრდებიან, ანუ ძალიან ბევრი სახლი შენდება, ძალიან ბევრი მანქანები დადის, ანუ ის რომ ვიღაცა ხა გამოიდეს და თქვას, რომ საქართველოს ეკონომიკურად წინ არ მიიწეს, ეს არის უბრალოდ ავია ეთვალებში ნაცრის შეყარა უბრალოდ, იმიტომ რომ რეალურად ხედავთ პროგრესს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პროგრესი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ შენ ეს მაღალი ემიგრაციის პრობლემები შეგვარა, იმიტომ რომ ნახეთ, როდესაც მაგალითად ერთმა ძალიან საინტერესო მაგალითს მოვიყვან, როდესაც საბჭოთა აგენტები მიდიოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ან საბჭოთა დელეგაცია, ხო? ამერიკაში რო ხედავდნენ, რომ ძალიან კარგი ცხოვრება იყო, ანუ ძალიან მარტივი იყო მათი დავერბოკება, ანუ გადაბირება. რატო? იმიტომ რომ ამერიკაში იყო ყველაფერი, კინო, კოკა-კოლა, სექსი, ასე შემდგომ, ბევრი რაღაც, ხო? ანუ ნახეთ, რაღაც პრობლემები არსებობს, რომელსაც შენ მაგალითად, ანუ ვინც გინდა ისე იყავე, მნიშვნელობა არ აქვს, ანუ სულ რო საქართველოს იყოს დუბაი, მნიშვნელობა მაგას არ აქვს, ხალხს რაღაცეები უცხოეთის უბრალოდ ურჩევნია.
იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ემიგრანტი ვიცი საქართველოსთან წასული, რომლებიც მილიონერები არიან, მაგრამ მაინც არ ბრუნდებიან ქვეყანაში. მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, მე ხო ეგრევე გამოდიან შეწახილები, მთავრობა არ მოგწონს, ხალხი არ მოგწონს, ის არ მოგწონს, ეს არ მოგწონს, ანუ თუ საშუალება გაქვს შედალოს შვილიშვილო, რომ შეგიძლია შენი ფინანსები და რა მილიონების ღმერთმა მოგცა, რომ მოახმარო შენ ქვეყანას. რაღაც მეტრი პაჩები, რაღაც 3000-4000 კილომეტრის იქიდან და მე მეუნები როგორი ქვეყანა მქონდეს, ოდესაც აქ ხალხი ხო თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე თავი გააქვთ. ამიტომ კეთილი ინებონ, ვისაც ბევრი ფული აქვს, ისრაელი როგორ აშენდა? ისრაელი გეტყვით როგორ აშენდა? ბევრი ფულიანი ებრაელი ჩავიდა ისევ ისრაელში და აშენა საკუთარი ქვეყანა. და ჩვენ სამაგეროთ არ შეგვიძლია ხალხი ემიგრანტები ღმერთმა ყოველას მიცეს ფული იმას კი არა რომ არ უნდა გქონდეთ მეთქი უნდა გქონდეთ აბსოლუტურად ყველა მაგრამ რომ მიდიხარ და ამდე ფულს შოულობ და გამოდიხარ იმ რეჩებით რომ აი ეს არ მომწონს ის არ მომწონს თუ გაქვს საშუალება შეკაი ადამიანო ჩამოდი და აქ დაეხმარე ხალხს მარტო თითის მინიშნებები რო იციან იქიდან ეს გააკეთე თავრობა არ მომწონს ის არ მომწონს შენ რას მიკეთებ იქიდან რითი ეხმარები საქართველოს ხო, ну ეს ძალიან long term პრობლემა არის, ემიგრანტების დაბრუნება ჯერ სამწუხაროდ ვერ მოხდება, რომელი პოლიტიკოსი ამაზე თქვენ გელაპარაკებად არის ჩვეულებრივი დემაგოგი, ანუ ჩვეულებრივად ილუზიებში გაცხოვრებთ, რაღაც ხაპრებს გიყვებათ, იმიტომ რომ ეს უბრალოდ გლობალიზაციის შედეგია და მეტი ვერაფერი, ვიღაცამ უკეთესი ცხოვრება სადმე უკვე ნახა, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ მართლა დაბრუნდეთ, რაც ძალიან მე მინდა, მაგალითად ფერიდნელი ქართველები, ფერიდანში მცხოვრები ქართველები, რომლებსაც სამწუხაროდ არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და მათ 4 წელიწადში შეინარჩუნეს ქართული ენა და ზოგი ერთი თაობითა უცხოეთში წასული და მისი შვილები ქართულად ვერ საუბრობენ. ამიტომ დიდი პატივისცემა ფერიდნელ ქართველებს და პირადად, როდესაც მე ღირსება ამ ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლა, მე გადავცემ აბსოლუტურად ყველა საქართველოს მოქალაქეობას, იმიტომ რომ მათ მართლა შეინარჩუნეს რწმენაც, მამული და სარწმუნოებას. ნუ ბოდიში მამული სამწუხარო დაატოვებინეს, მაგრამ რწმენა და ენა ეს უნიშნელოვანესი ორი ელემენტი შენარჩუნებული იყო და ამაზე ძალიან დიდი პატივისცემა. ამიტომ ცოტა ის long term-ია, ეს ვერ მოგვარდება კაი ხანს, იმიტომ რომ საქართველოს ჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ამჟამინდელი მდგომარეობიდან შეუძლებელია, რა ზღაპრებსაც ხაზარაძე ხაყვებოდა, რომ ხელფასი კი არა, პენსია 1000, 2000 ლარი გახდება ორი შეუძლებელი უბრალოდ საქართველოსთვის, ამიტომ ჩვენ უნდა შევხედოთ რეალურად ყველაფერს. მესამე, დაბერებული მოსახლეობა. დაბერებული მოსახლეობა ეს მარტო საქართველოს არ აწუხებს, ეს ზოგადად გავრცელებული ის არის პრობლემა არის მსოფლიოში, მაგალითად საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი და აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა, სადაც მათ შორის შვედეთი და ნორვეგია ასევე მინდა გითხრათ, იმიტომ რომ პენსიონერების ქვეყანასაც უწოდებენ ევროპას, იმიტომ რომ უფრო მეტი ბებერია ვიდრე ახალგაზრდა. რატო? იმიტომ რომ მაგალითად ეს ტექნოლოგიები წავიდა წინ. მაგალითად ვაქცინები არ იყო შეიქმნა, მედიცინა დაიხვეწა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობა უკვე 60-70-იან წლიდან უკვე აიწია ზევი და 90-100 წლამდე შეუძლია ადამიანს მიაღწიოს, იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის იხვეწება ეს ყველაფერი. ნუ ეს პრობლემა არის პროპორციული იმის, რომ შობადობა შენ თუ ავტომატურად გაზრდი, ანუ ეს შენ პრობლემას არ გიქმნის, რომ დაბერებული მოსახლეობა. ანუ ეს ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს. ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს, რა თქმა უნდა, ამაზე პრობლემა არ არის, მაგრამ ჩვენ თუ გავზრდით ხო და შობადობის რიცხვს, ამ შემთხვევაში ჩვენ ეს მესამე უკვე აღარ შეგვაწუხებს. მეოთხე, აი მე პირადად რაც მაწუხებს რა, ეხა ამაზე უნდა გავამახვილო მე ყურადღება რა, იმიტომ რომ რეგიონების დაცლა და დეცენტრალიზაცია ანუ საქართველოს არის კატასტროფა სრული. აი რაზედაც მე ვაპირებ ეხა მოსახლეობა, უკვე ქართული მოსახლეობა მე გავაკრიტიკო. მაგრამ მარტო ქართული მოსახლეობა არა, მათ შორის თავრობა უნდა გავაკრიტიკო და მათ შორის ყველა უნდა გავაკრიტიკო ამ ქვეყანაში რა. კომპანიებიც, მთავრობაც აბსოლუტურად სულ. ხალხო, მარტო თბილისში რატო არის კინოთეატრები? აი მარტო თბილისში რატო არის მაგალითად, რა ვიცი, ეხლა კაი ბათუმს არ ვთვლი ხო, კაფე-ბარები და თეატრები და ასე შემდგომ, ხო? ანუ საბჭოთა კავშირის დროს ეხა გამოხტებიან და დაიწყებენ კომუნისტების დროს მიტირი. არანაირ კომუნისტების დროს მე არ მივტირივო. აგერ არის ერთადერთი ჩემი ქვეყნის დროშაც, მაგრამ აი ამას ვაფრიალებ, დილ და საღამო. ეს არც ევროკავშირი მინდა, არც ამერიკა, არც რუსეთი, არც ერთი. ეს არის ჩემი ქვეყნის დროშა. ხალხო, კომუნისტების დროს რო იყო ეს, რომ ჩამოდიოდა მაგალითად, რავი, თერჯოლადან ვიღაცა თბილისში მიიღებდა განათლებას, ბრუნდებოდა და თერჯოლას აშენებდა. ანუ დღეს რა ხდება საქართველოში, იცი? ჯერ ხო ყოველი ფეხის ნაბიჯზე უნივერსიტეტია გახსნილი და აკრედიტაციას აძლევენ ყოველ ჭ კატეგორიას. რაც არის განათლების სისტემის აი სრული უმეცრება. რატო უნდა კონდეს ისეთ უნივერსიტეტს ყურში არ მსმენია საერთოდ? ყურში არ მსმენია ლექტორი ასწავლის ადამიანს ბიზნეს ეკონომიკას, ისტორიას, ან პოლიტიკას. საერთოდ ცხოვრებაში რო არაფერს მიუღწევია. როგორ შეიძლება მე ეკონომიკა მასწავლოს ჩემს ღარიბმა ადამიანმა? და დარწმუნებული ვარ მე ბევრად უკეთესად ვარ ვიდრე ბევრი ლექტორი საქართველოში, რატო? ვიღაცას ყბედობა უბრალოდ აკადემიურ ენაზე შეუულია? მაგიტომ ბაკალავრიატის მე აღარ გამიგზელებია სწავლა. ჩემზე ლუზერმა მე როგორ უნდა მასწავლოს?
ანუ მე წარმატებას იმაში მაინც მაქვს მიღწეული, რომ 140,000 მეტი გამომწერი მყავს მოგროვილი და რაც შემილია აბსოლუტურად ყველა მეორე არხიც მაქვს, იმასაც ვარ ვითარებ. ანუ რაც შემძალებში ჯდება, ჩემს ფინანსებში ყველაფერს მაქსიმუმს ვაკეთებ. ადამიანს ხორებაში არაფერი მიუღწევია, მე რა უნდა მასწავლოს? პირს მორგანი და კენი უესტის იმის რო იყო live chart-ო იმაზე რა ქვია. რომ შენზე ბევრი ფული მაქვს, ნაშოვნიც ხო მილიარდები მაქვს, კენი უესტი უნება პირს მორგანს რა. So take my advice, აიღერ ჩემი რჩევა. ანუ შენზე მეტი გამიკეთებიაო, ხო? კენი უნება იმასე პირს მორგანს. ანუ ნახეთ, ყოველ ორღობეში რო უნივერსიტეტია. საქართველოს მთელი ქალაქები, დაბები და ყველაფერი დაცარიელებული როა და ეს ახალგაზრდები ჩამოყავს მაღალი ტემპით, გეგონება თბილისში ოაზისი იყო საერთოდ და გადატვირთული მოძრაობა, ტრაფიკები, სუნთქვა, იმის რა ქვია, სუნთქვა აღარ არის ქალაქში, ეს სათამჯენებს რო აშენებენ ყოველფერხის რამიზე. ხალხანო, ეს პრობლემა არ გაწუხებთ, მთელ საქართველოს მოსახლეობას უუნები. ოპოზიციას, პოზიციას, რეალური პრობლემების გამო აქციებს ხალხი არ მართავს. რეალური პრობლემების გამო. და გამოდიან და საქართველოს დრო შააფრიალონ და თუ ევროკავშირის მაგაზე ხოცავენ ერთმანეთს. ეს იმას ნიშნავს, რომ პატრიოტები არ ვართ რეალურად, მეგობრებო. ეს არ არის პატრიოტიზმი რა. ხო გეუბნებით, მე არ მერიდება ამაზე ლაპარაკის. ამაზე არავინ არ საუბრობს. ბენზინის ფასებს არავინ არ ამბობს. ბანკებს რო პროცენტები ჯანდაბაში გაზრდილი ეგ არავის არ აწუხებს. ზატო ევროკავშირი, რუსეთი თუ ამერიკა მონების შეჯახება ქუჩაში ეგრე ხდება. რო გვინდა რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაბრუნდეს საქართველოში. ხა თერჯოლაში თუ კაცმა არ იცხოვრა, ქუთაისში კაცმა თუ არ იცხოვრა და თელავში კაცმა არ იცხოვრა, იმ სამაჩაბლოში ვინ უნდა იცხოვროს, ან სოხუმში ვინ უნდა იცხოვროს. ეს ხო არის უბრალოდ ტყუილი, უბრალოდ საკუთარი თავის მოტყუება. ჯერ მოდი თერჯოლაში ჩავსახლდეთ, ჯერ მოდი ქუთაისში ჩავსახლდეთ, იგან მოვითაროთ კინოც, იგან მოვითაროთ ფესტივალებიც, იგან მოვითაროთ უნივერსიტეტებიც, სკოლებიც, ბაღებიც, განათლების პროგრამები, ღონისძიებები და მერე წავიდეთ ძმაო იმ სამაჩაბლოში და იმაში. მოუნდება ერთი აბა აფხაზ კითხე ხა იქ ვინცა მოუნდება ესეთ ქვეყანაში ცხოვრება, არ მოუნდება. არ შეიძლება ხალხო, ეს არის კატასტროფული პრობლემა რეგიონების დაცლა. კატასტროფული, ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრობლემა, რაზედაც მოდის დემოგრაფიული პრობლემები არის ეგ. სოფელში ხალხი აღარ არის. ეს გამოგირჩებული იდიოტები იაგო გამოდის და გლეხობა ტეხავს და სოფლის მეურნეობაზე იდგა საქართველოს. აი ესეთი სულელები რო ყავთ ხო ოპოზიციაში და მაგის შედეგია ეს ყველაფერი. თორე ბიძინა რომ მოსული იყო ძალიან ბევრ გლეხსაც გადასცა ისენი რა ქვია. ტრაქტორები დაეგენი და ძალიან ბევრი გააკეთა ბიძინამ გააკეთა ის რა ქვია ქუთაისში უნივერსიტეტი შესანიშნავი მაგასაც არავინ არ ლაპარაკობს. არ არის დეცენტრალიზაციის მიერ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი? ქართველი ფულიანები რო არიან სხვები რატო არაფერს არ აკეთებენ? ჭყონია რატო არაფერს არ აკეთებს? ხაზარაძე რატო არაფერს არ აკეთებს? იმიტომ რომ კიდიათ რეალურად ქვეყანა არ უყვართ, საქართველოში ფულიანებს ქვეყანა არ უყვართ. მათ სამშობლო არ გააჩნიათ. და კაც რომელმაც მართლა რაღაცები გააკეთა, იმას ნათლავენ რუსად და იმათ. ეს არის კატასტროფა და საშინელება. ხო, ეს არის მეგობრებო სერიოზული პრობლემა. სანამ ჩვენ არ გადავალთ და არ დავიწყებთ რეგიონების ათვისებას, მაქამდე დაემშვიდობეთ, ეს გაერო სტატისტიკა გაგრძელება და გაგრძელდება. ეხლა უყურე რა არის ამისთვის ძირითადად მოსაგვარებელი. ეხლა მე რაც შეიძლება მთავრობას ამ ეტაპზე მე მივაწოდო და ესე თქვათ რეკომენდაცია გავცე ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ამაზე ძალიან ბევრი ვიმშელი ამ დღეებში. პირველი არის ეკონომიკური სტიმული. ხა ეკონომიკური სტიმული რას ნიშნავს? ეკონომიკური სტიმული მეგობრებო ნიშნავს ეს არის ისრაელის მაგალითი, კიდევ ერთხელ მიმართავ. ისრაელს ხშირად მომყავს, ხშირად ვაკრიტიკებ ისრაელს, სხვადასხვა და ასევე ხშირად მომყავს მაგალითები. რაც კაი აქვს, იმას ყოველთვის მე გადმოვიღებ და იმას, რაც ცუდია ისრაელს ყოველთვის გავაკრიტიკებ. ხა არ მინდა ის მეგონო, რომ აი ხა ირანთან მიმართებაში სხვა პოზიცია ქონაო არა, კაცო მე უბრალოდ ყველაფერს ვაფასებ, ძალიან ესე თქვათ განსხვავებული პრიზმიდან, ხო? პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ასე შემდგომ. ისრაელს აქვს შესანიშნავი პროგრამა, რომ ყოველ მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემათ სოციალური დახმარებები და წახალისება ხდება. აი მაგალითად რა, აი მესამე შვილს როა ჩვენ ისრაელში რა, გადასახადები ნაკლები გეხება. გენიშნება სოციალური დახმარება. უფრო იაფია შენთვის მაგალითად სამედიცინო დაზღვევები, სამედიცინო დახმარებები და სხვადასხვა სახელმწიფო სერვისები. ჩვენ თუ სტიმული უნდა მიცენ, ახე, აი ვიღაცა გააჩინა სამი შვილი და შენ გჭირდება სახელმწიფო უნდა გასცეს ამისთვის ეკონომიკური სტიმული, რომ ადამიანს კონდეს იმის რა ქვია, უნარი არ დაკარგოს, რომ სახელმწიფო შენ გვერდით გიდგას. რომ შენ ხარ დემოგრაფიული კრიზისა და კატასტროფის წინაშე და სახელმწიფო იღებს იმ ვალდებულებას, რომ რაც შეუულია ამჟამად, ეს თვითონ უნდა დათვალოს ეკონომიკის სამინისტრომ, გამოყოს შესაბამისი 1000 ლარიანი, 1500 თუ 2000 რაც იქნება, ხო? ისე უნდა იყოს დათვლილი, რა თქმა უნდა, სწორად და ამჟამინდელი სახსრებიდან გამომდინარე, რომ ამ ოჯახს კონკრეტულად დაეხმაროს.
რომ კონდეს პირველადი დახმარება ყოველთვის სწავლები, რომ ბავშვმა მიიღოს ღირსეული განათლება და აღზრდა და რომ საჭმელს ნაგავში არ ეძებდეს ადამიანი. ჩვენ არ ვითხოვთ ამისგან, რომ ვიღაცა ფერარები და ლამბორჯინით უნდა დადიოდეს, ეგ ინდივიდუალურად ოჯახის საკითხია ხა. შენ ჩამოყალიბებული ხარ თუ არა ოჯახის შექმნა. მე სულ მაგას ვამბობ, რომ ხა შენ ბიჭო სამსახური თუ არა გაქვს, სახლი არ გაქვს, არაფერი, რაღაც რაცოლი მოკავს მითხარი. ჯერ მოდი 18 წელიდან 24 წლამდე გააკეთე ის ჰანდიკაპი ცხოვრებაში, რომ წადი ფული იშოვე, წადი რაღაც გააკეთე რეალური იმისათვის, რომ დახვეწო შენი ცხოვრება ჯერო, შენ რო თანაზე არ იხდები, რომ ვიღაცა შენ ცხოვრებაში ან ოჯახს ქმნი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემაა საქართველოში მაგის რა. აი პირველი ვისაც დაინახავენ, პირველი ვისაც აი ეგრევე ცოლად უგორდებიან, ეს იწოს მე რას, რომ ბოდიში ამ სიტყვაზე ბავშვებს აჩენენ, რავი, კატები ვითვრალდებიან, მე ამ ბავშვებს განათლებას არ აძლევენ, მე ეს ბავშვები გამოდიან ქუჩაში ყაჩაღობას იწყებენ, მე ეს უკვე იწოს კრიმინალის ზრდას უკვე აქედან გამომდინარე, მე საბოლოო ჯამში რა მივდივართ რა. აი როგორც პალესტინაში და ღაზაში და იმაში არიან, ხო? ან შეიძლება ტერორისტად ჩამოყალიბდიან რამე, ამიტომ მე ყოველთვის ვამბობ ხალხო. როდესაც ურთიერთობას იწყებ, გამრავლება ეს არ არის, აი მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ გეგონოთ, რომ ეს გამრავლება არის რაღაც ესეთი აბიზალოვკა, რომ მაგალითად პირველი ვინც ახლა შენ თავს გაგაბედნიერებს ოდნავ, რომ ეგ სიყვარული არ არის. უნდა განვასხვაოთ რა არის გატაცება, რა არის უბრალოდ ნებებით დამოკიდებულება და რა არის სიყვარული. სიყვარული არის გრძელვადიანი ის არ ქვია პოლიტიკური პროცესი, მოდი ესე რომ პოლიტიკური პროცესი დავარქვა, და პოლიტიკა ყველაფერია, ურთიერთობებია პოლიტიკა. რომ შენ უნდა ჯერ საკუთარ თავში დარწმუნდე, რომ შენ ამ ნაბიჯს რო დგავ, რომ ეს არის სწორი, რომ ზიანს სხვას არ აყენებ, იმიტომ რომ პატარა ბავშვი, რომელსაც არაფერი დაუშავებია და შენ რო გამოდიხარ და იმას რა ქვია, რო გონია ვიღაც ლამაზ გოგო მოგცა ერთი ღამე და შენ რო გონია ბავშვს რო დაყრი ამით და მე აუ სიყვარულით გავაკეთებ და მე პრობლემაზე რომ მიდგება და რავი ის გაშორებები რო ხდება, ცემატყეპა რო ხდება, ლოთობა, ნარკომანია, მე ეს პატარა ბავშვი, რომელსაც დაუცველი არის, ხალი ესე არც განათლება აქვს, არც სამსახური არაფერი რომ მიაგდებენ, ეს არის არაჯელტმენური ქმედება. ეს არის არაჯელტმენური ქმედება. იმისათვის შენ ჯელტმენი იყო, თანამედროვე ტესტოსტერონის ცივილიზაცია როგორია, იცი, ტესტოსტერონის ცივილიზაციის თანახმად. ენდრიუ ტეიტის მერაც არის. კაცი უნდა იყოს ყველაფერი აბსოლუტურად. ქალიც უნდა შეინახო, ოჯახიც უნდა შეინახო ყველაფერი. აი ეს არის შენი ვალდებულება. უნდა იბრძოლო ამასთვის, ანუ შენ ამისთვის დაიბადე. კაცი რო ხარ, შენ ხარ შემგროვებელიც, მონადირეც და აბსოლუტურად ოჯახის მთავარი არქიტექტი. ის არ არის სექსიზმი, რომ გამოდიან ქალზე მოდან უყურო, არა, ქალზე მოდან არ უნდა უყურო. მთავარი პრინციპი, აქ რაც შენ უნდა გაითვალისწინო, შენ არ უნდა დაჩაგრო სუსტი სქესი, შენ უნდა შეეხიდო მას, შენ უნდა აგრძნობინო ქალად თავი, რადგანაც წესიერ, ვაშკაც და ტესტოსტერონი დახსავს კაცს, ცოლი არ შეყვარებული და არავინ არასდროს არ გაუბოზდება ცხოვრებაში. აი ეს არის ჭეშმარიტება, მეგობრებო, ისეთ თქმაც მე მინდა. ამიტომ ეს მენტალური პრობლემებიც უნდა დავუცლიოთ. ეს მარტო ეს ჰარიხარალოზე არ არის, ეს მთავრობამ ეს გააკეთოს, მთავრობამ შეიძლება ეს გააკეთოს, მაგრამ შენ თუ პიროვნულად არ ხარ ჩამოყალიბებული და ხო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიღაცა პირველი ვინ შემოგივარდება ლოგინში და პირველი ცოლად მოკავს, ხო? ეს კატასტროფა არის, იმ ბავშვს რას უკეთებ. მე ძალიან ბევრი ოჯახი ვიცი საქართველოში, როგორ არიან, იცით? აი 18 წელსაც დაავლებენ ხელს, ბავშვებს გააჩენენ მე ეს ქმნები მიატოვებენ და მთელი ცხოვრება ეს გოგოები იტაჯებიან რატო? რომ ვიღაცამ გადაწყვეტილება მიაღებინა, აცდუნა და ეს ბავშვი შერჩა, მე უკვე ახალი ბიჭი რო გაიცნობს, ეხლა და შვილი რო ყავს, ყველა არ უყურებს ეგრე. ყველა როგორც ჩამოწერილ ადამიანებს ისე თვლიან, რაც რეალობა ის ვილაპარაკოთ. ვის უნდა აბა დღეს აიღე, უმრავლეს სოფლიოში აიღე ეგეთი. შვილიანი ქალი ვის უნდა დღეს? 70-80% კითხე, აი სტატისტიკა ჩაატარეთ. კაცო, მე კი არ ვარ, თუ სიყვარულია შვილიანსაც მოიყვან კი არა, რავი, ის რო იყოს, რა ქვია, კვაზიმოდო რო იყო, იმასაც მოიყვან. კაცო, სიყვარული სხვა რამეა, მაგრამ მე ვამბობ, რომ ანუ ქალს არ აქვს შეცდომის დაშვების უფლება. და შენ თუ ერთხელ შეცდომას დაუშვებ ურთიერთობაში და ბავშვს გააჩენ, იმისგან ვინც რეალურად არ გიყვარს და დარწმუნებული არ ხარ, რომ შენის ბოლომდე გიპატრონებს, აი რა შედეგამდე მივდივართ. მერე ბავშვი მარტო იზრდება, ეგოისტი იზრდება, ეროგანტი იზრდება. და ისდება კრიმინალის დონე, ხა რო ხედავს რომ დედმამა ერთმანეთს ხოცავენ, ხა ყველას ფსიქიკა მარტივი კი არ არის ეგრე. ყველას ფსიქიკა კი არ არის, ან ყველა რეზისტენტული ამ ყველაფერთან. მე ის იწევს პრობლემებს ხალხო, კრიმინალის ზრდა, ყაჩაღობა, ნარკომანია, გემბლომანია და 1000 უბედურება. ამიტომ დარწმუნდით ურთიერთობაში ეს უმნიშვნელოვანესი, აუ რამდენიმე, მაგრამ საინტერესოა უნდა მისმინოთ. ემიგრაციის შემცირებაზე უკვე ვისაუბრე. განათლების პროპაგანდა, ეხა რა არის? აი პროპაგანდა არის უნიშნულოვანესი რამ ხალხო. პროპაგანდას აქ ძალიან ისეთი დატვირთვა დღევანდელ დროში, რა პროპაგანდისტო, მე მიხარიო რომ არა ჩემი ეროვნული ინტერესის პროპაგანდისტი მაგალითად რა.
აი დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი საქართველოში პროპაგანდის მინისტრი და გაუწევდი ყველა ეროვნულ აბსოლუტურად ყველა რეფორმასა და ყველანაირ თეზის რაც ჩემ ქვეყანას დაეხმარება განვითარებაში და ხალხის გაძლიერებაში ვიქნებოდი პროპაგანდისტი. ანუ არანაირი პრობლემა არ მაქვს. რატო დაამახინჯეს რა? აი ჯორჯ ორუელს რახან უწერია? ცხოველთა ფერმა და 1984 პროპაგანდა მაგიტომ აცუდი? აბა დემოკრატიული აბა ტრაქში პეროს გათხრა LGBT აქტივისტობა, ისა დაბალი ტესტოსტერონი, რა ქვია, ქალი რო ოჯახის უფროსია, ის რა ქვია, კაცი რო დამონებულია და ეგ ცივილიზაცია ჯობია? თუ დემოკრატიაში სიონისტები რო გმართავენ ეგ ჯობია? ამიტომ ძალიან აქ ესეც სიტყვებს გაუფასურებული თანამედროვე ლიბერალური მედიიდან ისევ რომ აი პროპაგანდისტი მიხარია პირიქით უნდა გაუწიოთ რას პროპაგანდა ეხა უყურეთ. პროპაგანდას აქვს ორი დადებითი და უარყოფითი მხარე. უარყოფითი მხარე არის, რაზედაც ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ მაგალითად პროტესტი ეს რომ უმეცრება არის ძალა, მაგალითად უმეცრება არის ძალა ჯორჯ ორუელის ერთ-ერთი თეზისი, ერთ-ერთი გვერდია, ნუ სათაური. უმეცრება ძალა არ არის, უმეცრება არის სისუსტე. განათლება არის ძალა. ამიტომ ეს არის სწორი პროპაგანდა ხალხო. განათლება არის ძალა, რითიც ჩვენ შეგვიძლია დაუპირისპიროთ ამ მასობრივ სიგიჟებს სოფლიოში რაც ხდება. აქედან გამომდინარე, განათლების პროპაგანდა იმას ნიშნავს, რომ ქართველი ვალდებულია რომ გააჩინოს შვილი. ანუ ქართველისთვის უნდა ეს იყოს საამაყო რომ ის შვილს აჩენს. როგორც ქალისთვის, ასე ვიტყვით დღეს რაც არ ტეიტი რასაც აკრიტიკებს რა დასავლურ ცივილიზაციაში რაც ხდება, ქალები როგორ დაბუსტოს იცით? რომ აი ერთ ვიღაცა თვეში ერთ $2000 გააკეთებს ქალი, აი მე უკვე strong independent woman ვარ, დამოუკიდებელი ქალი, დამოუკიდებელი პოლიტიკა მიმყავს, მინდა სექს სათამაშოს გამოვიწერ და იმასთან მექნება სექსი, მინდა გამოვიწერ ტესლაბოს და იმასთან მექნება, მე კაცი არ მჭირდება. ეს არის უღმართი ლიბერალური პროპაგანდა სოფლიოში. ტეიტი ტყუილად კი არ ამბობს რომ ქალს ძალაუფლება არ უნდა აგრძნობინო. შენ თუ ქალს ძალაუფლება აგრძნობინე, დასრულებული ეგ შენი საკითხი. აქედან გამომდინარე, არ უნდა დაირღვეს ოჯახის ძალთა ბალანსი. რას ნიშნავს ოჯახის ძალთა ბალანსი? კაცი არის ოჯახში მთავარი, ეს იყო ამაზე აშენდა ცივილიზაცია. ეხა თქვენ რა ისენიც გინდა მოიტანეთ, ეხა რაღაც კვლევები არსებობს, სულ საფეხზე მგიდია, ერთადერთი კვლევა რაც არსებობს, აგერ ძმაო არისტოტელე, რომელიც გვერდში მიდგას, ამბობს რომ ნამდვილი ოჯახის საფუძველი არის კაცი ყოველთვის, ბიბლიურადაც ასეა, კაცი იდგა აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ ეს ნახე მე ხას ეს არ მინდა კაცემა გაიგონ დისკრიმინაციულად ქალების მიმართ. ეს ესე არ არის. სწორი შეფასება და სწორი განზოგადება ამ საკითხის არის რომ შენ როდესაც კაცი ხარ და თავი მოგაქვს რომ ხარ ჰაი ტესტოსტერონი, შენ უნდა იზრუნო ქალზე, შენ უნდა აგრძნობინო მას თავი ბედნიერი და შენ უნდა იყოს ჯელტმენი. აი ეს არის სწორი ჯელტმენური შეფასება და ეს არის სწორი ბალანსი ურთიერთობაში. იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ქალი იქნება მართველი სამყაროში, ეს იმას ნიშნავს, რომ შობადობა ავტომატურად დაბლა იქნება ყოველთვის. იმიტომ რომ იმ ქალს რა ვიბრატორი მიანიჭებს სიამოვნებას, ტესლაბოტი მიანიჭებს მომორჩის სიამოვნებას, ზოგი ასექსუალი გახდება, ზოგი ამით ირღვევა ისტორიული რეალობის არსი. ამით ირღვევა ჩვენი ისტორიული განვითარების პერსპექტივა. შესაბამისად, ჩვენ თუ არ გვინდა ამ ცივილიზაციაში ვიცხოვროთ, რომელიც დაშენებულია ქრისტიანულ და დასავლურ ცივილიზაცია საქართველოს მაგალითად ხო ჩვენ უნდა მოახდინოთ ამ განათლების პროპაგანდა რომ კაცი არის ოჯახის თავი, კაცმა უნდა შეინახოს ქალი და კაცი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველაფერი ოჯახში და ის უნდა განსაზღვრავდეს მისი ოჯახის საგარეო და საშინაო პოლიტიკას. უნდა აგრძნობინოს ქალს თავი ქალად, ბედნიერად და როდესაც კაცი იქნება ასეთი, არც ერთი ქალი არ გაიხედავს სხვა კაცისკენ. ეს არის რეალობა, მინდა გითხრათ. ამიტომ მნიშვნელოვანი ამ ყველაფრის სწორი პროპაგანდა ხალხო რომ ქართველს უნდა უსწორდებოდეს, რომ ბავშვს აჩენს და ქალს უნდა უსწორდებოდეს, რომ მას ყავს ცოლი და მას ყავს შეყვარებული და ასე შემდეგ. ხო, რეგიონალური პოლიტიკაც ვისაუბრეთ და ტექნოლოგიური ჰაბების განვითარება რას ნიშნავს? ეხლა არის დისტანციური სამუშაოები არის რა, დისტანციური რომ მაგალითად ეხლა იმ ეტაპზე რომ ჩვენ ეხლა ამჟამად არ გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ მაგალითად მაღალი სამუშაო ადგილები გავაჩინოთ რეგიონებში, შესაძლებელია დისტანციური შესამუშავეები დაუნერგო და მაგალითად ეხლა საქართველოს წახვიდე თერჯოლაში, წახვიდე თელავში, წახვიდე ქუთაისში, ან წახვიდე რავი ფოთში და იქიდან მაგალითად დისტანციური სამსახური აკეთო და ამით შემოსავალი გაქვს ეხლა და თავიდან ძალიან ნორმალურია. და მე უკვე როდესაც უკვე ჰაბი მოიმატებს, რეგიონალური განვითარება იქნება და ესე ვთქვათ, მაღალი ინვესტიციები და ასე შემდგომ, მე ის რეგიონის ვითარდება, ხო? ბუნებრივია და მე უკვე დისტანციურიდან გადავა უკვე ხელობით სამუშაოებზე. ამიტომ ხალხო, მე ალბათ ძალიან კარგად ჩამოვაყალიბე ეს პრობლემები. არ მომერიდა არაფრის, ვიყავი გულწრფელი როგორც ყოველთვის, არ დავიცავი არც ერთის მხარე, გასაკრიტიკებელი იყო ხალხის გავაკრიტიკე, მთავრობას გავაკრიტიკე, ოპოზიციას გავაკრიტიკე, ჩემი თავის აბსოლუტურად ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ თუ კრიტიკულად არ შევაფასე და ეს პროგრამა ეხლა მე რატო გავაკეთე, რომ ანუ მე ყოველთვის
ყოველთვის არის ეგრე მაგალითად წინაზე საიმიგრაციო პოლიტიკა რო გავაკრიტიკე საქართველოში, აგერ დინარაძე გამოვიდა და თქვა რომ ვამკაცრებ თუ ამასო ჩვენო დაწყებული ამაზე მუშაობა, რაზედაც მადლიერი ვარ და მოხარული ვარ. ანუ ჩვენ გვაქვს კრიტიკის უფლება ყველა ადამიანს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. მარტო რომ დივერსიფიკაციულია საქართველოში ყველაფერი და ყველა ნაღმზეზის და რო გამოდიან და აი რო პროფესორობენ აი ესეთი ქვეყანა მინდა ისეთი ბიჭო რამე გეგმა შეთავას მთავრობას იქნება გეუნებიან რა არა კაი ბიჭი ხარ და საღორ შენ უნდა მართო ეს პრობლემები არო ის ეს არ უნდა ყველა გადასულია მარტო კრიტიკაზე ყველა შენ არ საქმის კეთება არის შენის არის მე გეუბნებით ხალხო თუ გინდა რომ ჩვენ ქვეყანა წინ წავწიოთ საქართველოს რამეში ჩვენ გამოვადგეთ ერთმანეთს თუ არ დავეხმარეთ ერთმანეთს შევჭამთ და მე თუ გინდა ყველაფერი განავითარეთ აქედან თუ ერთმანეთი ჭამეთ აღარ ჩობადობა იქნება აღარც ის იქნება აღარც ის იქნება ამიტომ დავფიქრდეთ ამ პრობლემებზე, სწორად შევხედოთ ამას, ჩვენ თუ ამას არ მივხედეთ ხალხო 2100 წელს ვიქნებით, აი რაღაცა ჯანდაბაში ვიქნებით, ქურთები ვიქნებით სახელმწიფოს გარეშე. რა თქმა უნდა, მე ეგეთ თბილისში და საქართველოში ვიცხოვრ, სადაც არაბები, პაკისტანელები, ინდოელები, თურქები და ეგენი მათ ვინისთვის მოკვრა დავით აღმაშენებელს ვისთვის შეეწინა ყველაფერს. რისთვის მოკვრა ჩვენი წინაპრები და გმირები? მარტო დიდი არაბული შემოსევების დროს, რავი, კონსტანტინე დავით ხეიძებიდან დაწყებული, რა გობრონამდე და იქამდე მარტო მაშეში აქვს და მთელი საქართველოს საუკეთესო გენოფონდი. აღარ ვლაპარაკობ შემდგომ შუა საუკუნეებზე და იმაზე. და რის გამო მომკვდარა, რომ ეხა ეგ ჩამოვასახლო ინდოელები და ეხა კალიები ვითმრავლდებიან ხალხომ და ჩვენც უნდა დავიწყოთ ეგრე კალიები ვითგავ. თუ მეტი შენ რო კონტრ მაგათ დაუპირისპირდე რამით, სხვა გამოსავალი არ გაქვს. ამიტომ ეს არის მეგობრებო ჩემი ესე თქვა ემოციური მიმართვა თქვენდამი რომ ეს ყველაფერი ჩვენ რეალურად მე იმიტომ ამაზე ემოციურად საუბრობ რომ ეს მაწუხებს მე რომ ფეხებზე მეკიდოს ხო საერთოდ ჩავწერდი ვიდეოს ეხა აზერბაიჯანი რუსეთს შორის რა მოხდება მაგრამ ჩემთვის პერსპექტივა ეხა იყო აი ეს საკითხია ჩემთვის ეხა პრობლემა თუ აზერბაიჯანი რუსეთი რას იზავენ ეს შემდგომ ვიდეოებში განვიხილოთ მე თუ დაიძაბა თორე ჩემთვის თავარი არის საქართველოს და ის პრობლემები რაზედაც საუბრობ ამიტომ გონივრულად მივუდგეთ მეგობრებო ამ საკითხს და რავი თუ რამე გამომრჩა ეხა არ ვიცი რაღაცები შეიძლება გამორჩა თქვენ შემისწორეთ დაწერეთ კომენტარებში მეგობრებო და ლაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი გაუზიარეთ მეგობრებს და მე მიგულებ თქვენ სამსახურში ყოველთვის მე რაც შემიძლია ყველანაირად აგეხმარებით და ეს არის ქართველობა ნამდვილი და არ ერთმანეთის ხოცვა მარტო დროებით